ყველაფერი დაიწყო კითხვით, რომელზეც პასუხი არ მქონდა. და ოცნებით, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ვემზადებოდი. მე სხვის ნაკვალებს მოყვებოდი. მე სიმშვიდეს ვამჯობინებდი. დღეს კი ხუთივე ერთ გზაზე ვდგავართ და აი რატო. ყველას გონია, რომ ცხოვრება რუკაა, სკოლა, უნივერსიტეტი, პროფესია, თითქოს ყველა გზას წინასწარ აწერია სად უნდა მიგიყვანოს და თუ ერთი წამით შეჩერდები და დაფიქრდები, თუ იტყვით ჯერ არ ვიცი, უცებ გეჩვენება თითქოს გზასაცდი. უცნაურია. არავინ გვასწავლის, რომ საკუთარ ადგილამდე ზოგჯერ სწორი გზით კი არა, სწორი კითხვებით მიდიან. მეც მეგონა პასუხი თავიდანვე უნდა მცოდნოდა, მაგრამ გზამ, რომელმაც ნელ-ნელა მიმიყვანა კამერებთან, კადრებთან, ისტორიებთან, ერთ დღეს მიმახვედრა. ზოგი ადამიანი პროფესიას ირჩევს, ზოგს კი პროფესია პოულობს. ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება ის კი არ არის ზუსტად იცოდე საით მიდიხარ. ყველაზე დიდი ბედნიერება ერთხელაც უკან მიიხედო და მიხვდე. შენ იმ ადგილას აღმოჩნდი, სადაც ყოველთვის უნდა ყოფილიყავ. ბავშვობიდან მახსოვს ერთი კადრი. სარკის წინ დგავარ, ხელში სავარცხელი მიკროფონივით მიჭირავს და წარმოვიდგენ, რომ მოვლენათა ეპიცენტრში ვარ. ჩემი სამყარო მუდამ დაუოკებელი ცნობის მოყარეობით, ექსტრემალური სიტუაციებისადმი ლტოლვითა და საეკრანო ჯადოსნურობით საზრდოობდა. ეს იყო ბავშვობის ოცნება, რომელიც დროთა განმავლობაში ჟურნალისტიკისადმი გაცნობიერებულ სიყვარულში გადაიზარდა. 4 წლის წინ ჩემი მიზნები ზუსტად იმ ფაკულტეტსა და კურსზე კონვერტირდა, რომელზეც მუდამ ვოცნებობდი. დღეს კი გრძნობ, რომ გარდამტეხი მომენტი დადგა. ფიქრობ უკვე დროა. სიტყვით დარწმუნების ხელოვნებაში სავარცხელი მიკროფონით ჩავანაცვლო. ყველაფერი ბავშვობიდან მამას ერთად პირველი არხის კულუარებში გატარებული დღეებით დაიწყო. თუმცა პროფესიული არჩევანი მოგვიანებით უნივერსიტეტში სწავლის დროს შემომიყალიბდა. მონტაჟის გასამამ ჩემი ხედვა შეცვალა. მივხვდი, რომ კადრების ერთმანეთთან დაკავშირება და ამის ვიზუალურად გადმოცემა ჩემი მთავარი გატაცებაა. ჟურნალისტიკაში ვიყავი სამყარო, სადაც სხვადასხვა ეპიზოდის გაერთიანებით შემიძლია ერთი სრული, საინტერესო ამბავი შექმნა და საზოგადოებამდე მივიტანო. სიმართლე რომ თქვა, თავიდან ადამიანების შინაგანი სამყაროს, მათი ფიქრებისა და ემოციების შესწავლაზე ვოცნებობდი. სულ სხვა მომავალს ვხატავდი და ჟურნალისტიკა ამ გეგმებში საერთოდ არ ეწერა. სწავლის პროცესში აღმოაჩინე, რომ ის, რასაც მე სხვაგან ვეძებდი, ზუსტად აქ დამხვდა. ჟურნალისტიკაც ხომ ადამიანის სულში ჩახიდვა და მისი უთქმელი ისტორიების სამყაროსთვის გაზიარებაა. დღეს კი ვფიქრობ, რომ ჩემი პირვანდელი ოცნებები კი არ დაინგრა, ისინი უბრალოდ უკეთესობისკენ შეიცვალა. ხშირად ცხოვრებაში ყველაფერს წინასწარ გეგმავთ. ხაზავთ მშვიდ მარშრუტებს და გქონია, რომ ზუსტად ვიცით საკუთარი მომავალი. მეც ასე ვიყავი. ჟურნალისტიკაზე საერთოდ არ ვფიქრობდი და ჩემთან სრულიად სხვა პროგნოზირებაც სფეროში ვხედავდი. ყველაფერი თავდაყირად დადგა, როდესაც პირველად კამერის ობიექტივს თვალი გაუსწორი და მიკროფონი დავიმაგრე. კამერის წითელმა შუქმა ჩემი ძველი გეგმები ერთ წამში გააქრო და სრულიად სხვა რეალობაში გადამისროლა, სადაც ჰაერში გაბნეული ადრენალინი და პასუხისმგებლობა ერთმანეთში ერეოდა. აქამდე ყველა სხვადასხვა გზით მოვედით. ეჭვებით, შიშებით და ოცნებებით. ამ პროფესიამ ერთ წერტილში გაგვაერთიანა. და სანამ ვინმე ჩვენს მორიგ ჩანახატს ელოდება, ჩვენი ამბავი ახლა იწყება.